ბულინგი როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის აღნიშნული ტერმინი ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო აღარ არის. დღეს ყველას გვესმის ამ ტერმინის მნიშვნელობა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად გააზრებული გვაქვს შედარებით მთავარი, მასთან როგორც ყოველდღიურ მოვლენასთან ბრძოლის საჭიროება, რა ღონისძიებები ტარდება დღეს სკოლებში ამ მიმართულებით და როგორია სტატისტიკა, თემაზე სტუმართან ერთად დაუბრუნდებით რამდენიმე წამში არ გადართოთ. სტუმარი უკვე სტუდიაში ყავს ანა ანუშიძე, მეორე სკოლის ბავშვთა ომბუდსმენი, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი. დილამშვიდობისა, ძალიან გვიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხართ. დილამშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. თქვენ როგორც ბავშვების დამცველი, დღეს თქვენი დაკვირვებით რა მდგომარეობაა და რა ვითარებაა სკოლებში და თუ არის ამ კუთხით, ბულინგის კუთხით რაღაც წინსვლები? დიახ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბულინგი როგორც ძალადობის ჩვეულებრივი ფორმა და მისი სახესხვაობა მობინგი სამწუხაროდ განსაკუთრებულად მოზარდობის პერიოდში არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი ქვეყნის, ვერც ერთი სკოლა, მაგრამ სკოლის ერთ-ერთი მთავარი მისია მათ შორის გახლავთ ის, რომ მსგავსი გამოვლინებები, პრევენციული ღონისძიებების გატარების, ეფექტიანად გატარების გზით მინიმუმამდე დავიდეს და იმართოს ეფექტიანად. აი რაც შეეხება სახესხვაობას ბულინგთან და მობინგთან დაკავშირებით, ბულინგის სახეზე გვაქვს მაშინ, როდესაც ერთი მოზარდი რაიმე ტიპის ფიზიკურ, ვერბალურ, არავერბალურ ან კიბერ ძალადობას ახორციელებს სხვა მოზარდის მიმართ. მაგრამ მობინგი არის ისეთი ფორმა, როდესაც რამდენიმე ორი ან მეტი ვთქვათ მოზარდი ახორციელებს სისტემურად, ფაქტობრივად ერთ მოზარდზე მსგავსი ტიპის ქმედებას. კი ბატონო. აი რა შემთხვევები შეიძლება ჩაითვალოს ბულინგად, იმიტომ რომ შესაძლოა ვიღაცამ ჩათვალოს, რომ სულაც არ არის ბულინგი ის, რაც შეიძლება მეორე ადამიანმა ბულინგში ჩათვალოს. დიახ, მართალი ბრძანდებით, აი მაგალითად ფიზიკური ბულინგი. რასაკვირველია, როდესაც სახეზე გვაქვს, ვხედავთ სიტუაციას, როდესაც ორი მოზარდი ერთმანეთს იკამათება და ამ დროს სახეზე არის ფიზიკური დაპირისპირება მათ შორის, ეს ცალსახაა და ნათელი გარემოება. მაგრამ ასევე შესაძლოა ვითომ ხუმრობით იყოს შეფარული ისეთი ქმედება, როგორც შეიძლება იყოს თუნდაც სამოსის კიდის მუქაჩვა ან მოგეხსენებათ ვარცხნილობის დროს გარკვეული დეტალის ჩამაგრებაც ხდება ხოლმე თმაში და ამ დეტალის მოძრობა, რაც შეიძლება იყოს არა მარტო, ასე ვთქვათ, გამაღიზიანებელი, შეიძლება შეურაცხყოფელიც კი. ხშირად აი მსგავსი ტიპის ქმედებები შეიძლება ისე იყოს წარმოჩენილი, თითქოს ეს არის ხუმრობა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ხუმრობა და პირიქით, როდესაც მსხვერპლს ეუბნებიან, რომ აი ხუმრობა იყო და როგორ ვერ მიმიხვდი შენ ამ ხუმრობას, ეს კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ზიანია მისთვის. აი ანალოგიურად აუცილებლად უნდა აღინიშნოს არავერბალური ბულინგის სხვადასხვა სახე, მაგალითად, როდესაც საუბრობენ და ვთქვათ, გამოხატავენ უკმაყოფილებას ან ირონიას გარკვეული ტიპის მიმიკით და ჟესტიკულაციით. ძალადობა ერთგვარი, ხო? მათ შორის აი ფსიქოლოგიური ძალადობიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გარიყვა და უგულებელყოფა. ამ ორ შორის არის გარკვეული ნიუანსური სახესხვაობა. აი ნახეთ, მაგალითად, მეგობრები, თანაკლასელები რაღაც ერთ კონკრეტულ დღეს ან ერთი კონკრეტული შემთხვევის შემდეგ გადაწყვეტენ, რომ თქვათ 3 ან 4 მეგობრიდან ერთი აღარ იყოს მათი სამეგობროს ნაწილი. ისინი ერთმანეთს ესალმებიან, კომუნიკაცია აქვთ, მაგრამ საერთო გადაწყვეტილებებს, აი მაგალითად სკოლას რომ დავუკავშიროთ, კარგ შემთხვევაში ერთად მოამზადონ გაკვეთილი და ცუდ შემთხვევაში ერთად გააცდინონ გაკვეთილი, აი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების დაგეგმვაში ის უკვე აღარ ღებულობს მონაწყობს. ეს არის სახე გარიყვის, მაგრამ უგულებელყოფა კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად არ იმჩნევენ ამ ადამიანის არსებობას. არ ესალმებიან, არ აქვთ მათთან კომუნიკაცია და ეს განსაკუთრებით მძიმეა, როგორც ბავშვებისთვის მინდა გითხრათ, ასევე ზრდასრულებისთვის და საოცრად ძლიერი, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური მომზადების ადამიანსაც კი მეტად გაუჭირდება დამოუკიდებლად ამ მდგომარეობასთან გამკლავება. ანა, საინტერესოა ის ფაქტიც, ახლა მე მკვეთრად მახსენდება ის დეტალები, როდესაც ახალი მოსწავლე შემოვიდოდა კლასში ან თუნდაც ზოგადად სკოლაში, რაღაცა ეგ ადამიანი და ეგ ბავშვი იყო ეპიცენტრი ბულინგის. დღეს ამ მიმართულებით რა ხდება?
თუ ამ მსგავსება ისე? დიახ, ძალიან საინტერესო შემთხვევა, რომელიც ახლა თქვენ მოიტანეთ განსაკუთრებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ როდესაც აი სკოლას აქვს უკვე თავისი პოლიტიკა. ყველა სკოლა ქმნის თავის პოლიტიკას, ეს მათ შორის მოიტანა იმანაც, რომ ავტორიზაციის პროცესშიც ამაზე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული და ფარულ კურიკულუმზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მათ შორის და აი რა ხდება, როდესაც ახალი მოსწავლე შემოდის სასკოლო საზოგადოებაში, ხო? აი მაგალითად ჩვენ სკოლას აქვს ასეთი პოლიტიკა, ჩვენ ვხვდებით მას, აქვს გამოყოფილი თანატოლი, თანაკლასელი, რომელიც ათვალიერებინებს, აცნობს სასკოლო ინფრასტრუქტურას, თანაკლასელებს, კლასის ხელმძღვანელი, რომელიც წარადგენს ამ მოსწავლეს და ხელს უწყობს ისეთი აქტივობების დაგეგმვას, რომ ამ აქტივობების განხორციელების პროცესში ძალიან ორგანულად და ბუნებრივად მოხდეს მისი ინტეგრირება საკლასო სივრცეში პირველ რიგში. სკოლის დირექცია, რომელიც აი მაგალითად გუშინ ბრძანდებოდა თქვენი ტელევიზიის წარმომადგენელი, ატარებს არაერთ მოსწავლეთა მხარდამჭერ ღონისძიებას, ერთ-ერთი იყო მაგალითად ნიჭიერი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვებმა სხვადასხვა კუთხიდან დაინახონ ერთმანეთი, გაიცნონ და დააფასონ და ამასობაში განუვითარდეთ ისეთი ურთიერთკავშირი ერთმანეთთან, საკუთარ სკოლასთან, რომ აი ეს გრძნობები მეტად თბილი იყოს და თუ შეიძლება აუცილებლად მინდოდა ისიც მეთქვა, თქვენ დასვით შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება, აი რა შეიძლება გაკეთდეს სკოლაში პრევენციის მიმართულებით, ხო? ჩვენმა სკოლამ ასევე, აი სკოლის ბავშვთა ომბუდსმენი, რაც თქვენ ახსენეთ, გულისხმობს სწორედ იმას, რომ ერთი არჩეული პირი თავის გუნდთან ერთად და მისი გუნდია ბუნებრივია მთელი სკოლა, გეგმავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ბავშვებს უმარტავს სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს და აი ცნობიერების დონეზე აყავს ის გაგება, რომ ბულინგი, მობინგი ეს არის ძალადობა და მიუღებელი და მსხვერპლი არ არის დამნაშავე. კი ბატონო. ანა, როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვი არის ბულინგის მსხვერპლი? იმიტომ ხშირ შემთხვევაში ბავშვებს ერიდებათ ამ ყველაფერზე საუბარი და რაღაცა ჩაკეტილები ხდებიან, მალავენ ამ ინფორმაციას და რაღაც გულჩათხრობილობისკენ არიან მიდრეკილნი. როგორ ამოვიცნოთ, რომ ბავშვი არის ბულინგის მსხვერპლი და როგორ ვათქმევინოთ ეს? დიახ, ნახეთ, პირველი რაზედაც ვაკეთებთ აქცენტს, ეს არის დაკვირვება ქცევაზე. ყოველთვის, როდესაც რაღაც განსაკუთრებული, კარგი ან ცუდი ხდება მოზარდის ბავშვის ცხოვრებაში, ის იწყებს ქცევის ცვლილებას. ქცევის ცვლილება სხვადასხვანაირად შეიძლება გამოიხატებოდეს. ეს შეიძლება იყოს სამოსის ჩაცმის სტილის ცვლილება, ვარცხნილობის, მაკიაჟის ასევე, ხომ? მარტო სკოლაზე არ ვსაუბრობ. შეიძლება ეს იყოს ქცევაში, მაგალითად მეტყველებაში ახალი სიტყვების გაჩენა, რომელიც მას ადრე არ ახასიათებდა. მარტივ შეკითხვებზე პასუხის არ გაცემა. ტყუილის თქმა, დღის ამბების არ მოყოლა მშობლებისთვის, უფრო ჩაკეტილი შეიძლება გახდეს, მოულოდნელად გაუჩნდეს, მოულოდნელად ძალიან ბევრი მეგობარი ან პირიქით დააკლდეს მის სამეგობროს ბევრი მეგობარი. ანუ მთელი რიგი ცვლილებები, აი როდესაც ჩვენ ცვლილებას როგორც კი შევამჩნევთ, ესე იგი რაღაც ისე არ არის. ეს რაღაც შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც, მაგრამ ჩვენ ამის საქმის კურსში უნდა ვიყოთ მშობლებთან ერთად. კი ბატონო. ბავშვებთან უნდა ვისაუბროთ. და როგორ ვიმუშაოთ ამ შემთხვევაში? აი მშობლის როლი როგორია? იგივე თუნდაც პედაგოგის. დიახ, აი ერთი მხრივ შეიძლება ითქვას, აი როდესაც სკოლებზე ვსაუბრობთ, ყველა სკოლა უკვე დანერგილია ეს მეთოდი, ბუნებრივია მანდატურის და მურიგე მასწავლებლის და კლასის ხელმძღვანელის საათობრივი, ასე ვთქვათ, მუშაობის და ვიდეო კამერის გამოყენებით ხდება ზოგად სიტუაციაზე დაკვირვება. კლასში ბუნებრივია კლასის ხელმძღვანელი და საგნის მასწავლებელი უფრო მეტი კომუნიკაციის დრო გვაქვს და მეტად ვაკვირდებით. მშობლებთან ურთიერთობა ხდება, როგორც წესი, ასე ვთქვათ, მოგეხსენებათ ახლა ჩვეულებრივ მშობელთა კრებაზე კონკრეტული შემთხვევები არ განიხილება, ზოგადი საკითხები განიხილება, მაგრამ თუ კი ვამჩნევთ, რომ რაიმე ტიპის ცვლილებასთან გვაქვს საქმე, მაშინ უშუალოდ მოსწავლის მშობელთან ხდება გასაუბრება. ჩვენ ასევე სკოლაში ფსიქოლოგი გვაქვს და თუ შეიძლება ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ახლა მუშაობ ისეთ ფართო სტილის სტატიაზე, სადაც აუცილებლად აღვნიშნავ, როგორ შეგვიძლია არაფორმალური განათლების გზით ფსიქოლოგიის ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე სწავლება სკოლაში, რაც დაიცავს მათ და ბევრ ისეთ ნიუანსთან დაკავშირებით მიაწვდის ცოდნას, რაც დაეხმარება მათ თვითგანვითარებაში, საკუთარი თავის უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც და
აუცილებლად აი თქვენ ახსენეთ კითხვის ფარგლებში როგორ უნდა მოვიქცეთ. აუცილებლად უნდა შევხვდეთ ნდობის ატმოსფერო. შეგვიძლია მოვყვეთ მაგალითები, თუნდაც ჰიპოთეტური მაგალითები ჩვენი ბავშვობიდან და ვთქვათ, რომ აი მაგალითად მე ან ჩემი მეგობარი ამ მსგავს სიტუაციაში იყო, რამდენიმე кейსი მოვიფიქროთ ან ვახსენოთ და ამით ვაჩვენოთ, რომ ის არ არის ერთი, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და ყველაფრის მშვიდობიანად დაძლევა შეიძლება. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი წამოვიდა კონტაქტზე და აღიარა, რომ აი ვთქვათ რაღაც მოცემულობა არსებობს თავის კლასში, სადაც ბავშვი თავს გრძნობს როგორც ბულინგის მსხვერპლად. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ბავშვები ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს არ აღიარებენ, იმიტომ რომ მშობელი არ მიმყვეს. შემდეგ ბავშვებთან შენიშვნა არ მისცეს იმ ბავშვებს, რომლებიც ვთქვათ მაბულინგებენ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში როგორ იქცევა მშობელი? აი როგორ ხდება პრევენცია? დიახ. აი ეს არის სწორედ ის ფაქიზი მხარე, რის გამოც ბავშვები არ არიან ღია. დიახ. რაც ყველაზე რთულია ამ ტიპის, ასე ვთქვათ, გამოწვევების გამკლავებისთვის. კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია და ასევე თუ ხედავთ, რომ ვთქვათ, კლასში არის მსგავსი ტიპის გამოწვევა, უკვე სახეზეა, ასეთ შემთხვევაში თქვენს ეკრანზე გადის ძალიან საინტერესო ანიმაციები. ანიმაცია არის ერთ-ერთი გზა, აი მაგალითად მე გუშინ მე-7 კლასში მქონდა რამდენიმე პუბლიცისტური წერილის განხილვა. განვიხილავ ვთქვათ, ქალთა თანასწორობის შესახებ, ჩვენი განათლება, ჩვენი ხალხი და განათლება და სამართალი და სხვადასხვა ტიპის პუბლიცისტური წერილები განვიხილეთ და მივდივართ ხოლმე მარტივ დასკვნებამდე. აი მაგალითად იმ დასკვნამდე თუ რას ნიშნავს გქონდეს უფლება, რომ როდესაც გაქვს უფლება, შენ გაქვს დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, შენს გადაწყვეტილებებზე, შენი გადაწყვეტილების ყველა შესაძლო შედეგზე, რომელიც შენ შესაძლო გათვლილი არ გქონდა, მაგრამ ირიბა თუ პირდაპირ გავლენა იქონია სხვა ადამიანებზე. და შესაბამისად ეს მიზნობრივი არსობრივი საუბრები და ყველაზე მთავარი, ვასწავლოთ სიკეთე, ურთიერთ, ასე ვთქვათ, პატივისცემა და თანაგრძნობა. ეს ყველაზე კარგი პრევენცია. აი, შემთხვევაში ბავშვები მშობლებს არ ეუბნებიან, იმიტომ რომ შემდეგ თუნდაც ბულინგის მეორე ტალღა არ წამოვიდეს, რომ აი დედიკოს ბიჭი, დედიკო მოიყვანა საქმის გასარჩევად ან მამიკო, აი ამ შემთხვევაში რა ხდება? როგორ ხდება პრევენცია? დიახ, ნამდვილად ეს არის დამაბრკოლებელი ფაქტორი. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელსა და მშობელს შორის უნდა მოხდეს კომუნიკაცია, რომ მასწავლებლის რჩევა მიიღოს, მშობელსაც ჰქონდეს მიმღებლობა მასწავლებლის რჩევისა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ისე, რომ ამ ყველაფერს, აი ამ ქმედებათა ჯაჭვს მოხდეს პრობლემის მოგვარება და არა კიდევ უფრო გაუარესება და დაძაბვა მდგომარეობის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო ნამდვილად. მე ვისურვებდი, რომ არც ერთი ბავშვი არ ყოფილიყოს ბულინგის მსხვერპლი და ამაზე აუცილებლად უნდა იმუშაოს თითოეულმა მშობელმა, მასწავლებლებმაც, რომ ბავშვების ცნობიერება ამ კუთხით იყოს მაღალი. მადლობა კიდევ ერთხელ ანა ანუშიძე, მეორე სკოლის ბავშვთა ომბუდსმენი და მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი იყო ჩვენი სტუმარი.